ყოველ პარასკევს გადის ეთერში 10 საათზე, მაგრამ დღეს მიზეზთა გამო ცოტა მოგვიანებით მიწევს ჩართვა, მოგეხსენება თბილისში გაუარეს და ამინდი და ამან გამოიწვია სწორედ ეს რამდენიმე წუთით დაგვიანება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართულ კულტურაზე, ხელოვნებაზე, ზოგადად იმ ტენდენციებზე, რაც პოეზიაშია, კულტურაშია, ხელოვნებაშია, თუმცა მანამდე მე მინდა შევეხო 25 თებერვლის ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც თითოეული ქართველისთვის არის ძალიან დიდი ტკივილის და დიდი სევდის რაღაც ესეთი რიცხვი, რომელიც ასე ვთქვათ ასოცირდება ოკუპაციასთან, ანექსიასთან, მოგეხსენებათ 1921 წლის ტრაგიკული მოვლენები, როდესაც საბჭოური ძალები პირდაპირ ახდენენ საქართველოს ანექსიას, მაშინ მოხდა ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, მოვლენები, როდესაც პრაქტიკულად დაიკარგა საქართველოს დამოუკიდებლობა და 70 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ამ საბჭოურ ძალების ტყვეობაში. და მრავალი ექსპერიმენტები ჩატარდა, მოგესალმებათ ადამიანებს განადგურეს მთლიანად ეს ინტელიგენცია, დახვრიწეს ძალიან ბევრი ადამიანი, მოკლედ აი ამ ანექსიას და ამ ოკუპაციას მოჰყვა უმძიმესი შედეგები და ჩვენ უნდა გვახსოვდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი სუვერენიტეტი, მისი თავისუფლება, თითოეულ ჩვენთაგანის თავისუფლება. მე აქ არ შემიძლია არ ვახსენო მერაბ კოსტავას ძალიან დიდი ღვაწლი იმასთან დაკავშირებით, რომ მან პრაქტიკულად 70-იან წლებიდან მოყოლებული მთელი სიცოცხლეს 80% გაატარა საბატონო დაწესებულებაში და პრაქტიკულად ის ვერ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელსაც ის პრაქტიკულად სიცოცხლე შესწირა მან საქართველოს და ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანი უნდა იყოს ბედნიერი, უნდა იყოს ძალიან ესე ამაყი იმისთვის, რომ ის ცხოვრობს თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი შიდა თუ გარე მტერი არსებობს. ეს უბრალოდ მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ სულ რაღაც 3 დღის წინ იყო 1921 წლის 25 თებერვლის რაღაც გახსენება და ეს რომ არ მეთქვა, ეს არ შეიძლებოდა. თუმცა დღეს ჩვენ შევიკრიბებთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ქართული დამწერლობის განვითარებისა და ასე ვთქვათ იმ რა ეტაპები გაიარა საქართველოს დამწერლობამ. ეს ძალიან ღრმა თემაა, ძალიან ფართო თემა, მოგეხსენებათ საქართველო მუდმივად გამოირჩეოდა თავისი ასე ვთქვათ კულტურით, ვთქვათ გამოირჩეოდა იმით, რომ ქართველი აი რაღაცნაირად არის კალამთან სულ ახლოს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული დამწერლობა ისტორიულად ფარნავაზის დროს შეიქმნა ანბანი, როგორც ასეთი, ეს არის ცნობილი. ჩვენ ვერ ვნახეთ ძველი თაღრიცხვს მე-3 საუკუნეში მაგალითად ქართული დამწერლობის რაიმე ნიმუში არ მოიპოვება ახლა, რაც არ უნდა თქვათ ისტორიკოსმა თქვას, რომ ამ დროს არის ანბანი შექმნილი, რაღაც ძველი თაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში არანაირი თქვათ ესეთი წერილობითი ძეგლი არ მოგვეპოვება. გასაგებია, რომ ეს არის ქრისტიანობის პერიოდში შექმნილი მე-3-4 საუკუნეში ეს დამწერლობა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, აი კოლხური პერიოდი, ძველი თაღრიცხვის, აიეტის, მედიას პერიოდის, მაშინ იყო ლუსმული დამწერლობა და ერთი ბერძენი ისტორიკოსი წერს, რომ აი მათ აქვთ ლუსმული დამწერლობაო ძველ კოლხებსო და ვერ კითხულობენ და ეფერებიანო და აქ როგორ შეიძლება არ გაგასცენდეს 1935 წელს გალაქტიონი იმყოფებოდა საფრანგეთში, მან არ იცოდათ მოგესალმებათ ფრანგული და შეიძინა ვერლენის წიგნი და ეფერებოდაო რა, როგორც ისეთი გადმოცემა არსებობს და ის სწორედ მაშინაც ესეთი ძალიან პატივისცემითი დამოუკიდებლობა იყო ქართული დამწერლობის, ლუსმული დამწერლობის მიმართ. როგორც ახლა ისტორიკოსები გადმოგცემენ. თუმცა პირველი, ესე იგი, წერილობითი ძეგლი სალიტერატურო
გახლავთ მოგესალმებათ შუშანიკის წამება იაკობ ცურტაველის იაკობ ხუცესი რომელიც იყო შუშანიკის რა თქმა უნდა მოძღვარი შემდეგ აბუთბილელის წამება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ევსატე მცხეთელი ივანე პეტრიცი მოდის მე შემდეგ ეს ფილოსოფოსის ესე შემომტანი საქართველოში თუ შეიძლება ასე ითქვას ანუ პლატონის არისტოტელი მან გააცნო გელათის აკადემიაში მოღვაწეობდა მოგესალმებათ ივანე პეტრიცი და ნუ შეჯამება იყო ეს ასაკურველი დავით აღმაშენებლის გალუბანის სინანულისანი დავით აღმაშენებელი ჩვენ წარმოგვიდგება როგორც რა თქმა უნდა როგორც უდიდესი მეფე რომელმაც გაამთლიანა და თქვა გააძლიერა საქართველოს და ახალი სულის შთაბერამას დღემდე ნიკოფსიდან დარუბანდამდე გადაჭიმა მაგრამ ის დიდ პოლიტიკოსთან ერთად ის გახლავთ დიდი პოეტი ასევე გალუბანის სინანულისანი ეს არის პოეტური ტექსტი სადაც არის თქვა ჰიმნოგრაფიაც სადაც არის ძალიან ესეთი საეკლესიო ტერმინოლოგიაც და ასე შემდეგ. მე მინდა ვთქვა რომ შოთა რუსთაველზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. კი რა თქმა უნდა შოთა რუსთაველის კი ბატონო მე მოგცეთ ხო ბატონო ნანა საშუალებას რომ თქვენი აზრი გამოხატოთ. უბრალოდ მე მინდა ვთქვა რომ გალუბანის სინანულისანი რადგან ვახსენეთ აუცილებელი არის ვახსენოთ ის რომ ასე თქვა ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული დამწერლობის განვითარების სწორედ იმიტომ რომ შუშანიკის წამებაც აბუთბილელის წამებაც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც და ევსატე მცხეთელის ცხოვრებაც არის ყველა საეკლესიო ნაწარმოებებია ხო ანუ ქრისტესთან მიმართებაში რომ ანუ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებია რომელიც თქვა ასახავს მოწამეობრივი გზას მორწმუნისა აქედან გამომდინარე ეს გალუბანის სინანულისანი მე ვფიქრობ რომ ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული მე მინდა წარმოვიდგინოთ ჩემი სტუმრები რომლებიც ამ თემაზე გააგრძელებენ და განავრცობენ ასევე საუბარს ესე იგი სახალხო პოეტი პოეზიის დედოფალი თუ შეიძლება ასე თქვას ნანა ცინცაძე ასევე საზოგადო მოღვაწე დიდი პატრიოტი თავისი ქვეყნის მართლაც შესანიშნავი და ძალიან ესეთი დიდებული პოეტი დავით შემოქმედელი და ნატალია კაბრიზი ლიტერატურული სალონის დამაარსებელი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების ავტორი ქალბატონო აი თქვენ ჩემ შესავალ სიტყვაში თქვენი მოსაზრება თითქოს გამოხატეთ კი ბატონო და უფრო ცალად რო გითხრათ ანუ რას ფიქრობთ ან დამწერლობასთან მიმართებაში ანუ საიდან მოდის ჩვენი დამწერლობა რა იყო კი ბატონო მე მინდა მოგესალმო შენ სტუმრებს დიდი პატივი გამოხატო რომ რუსთავის საზოგადოების თავმჯდომარესთან და არა მხოლოდ საოცრად და საინტერესო ადამიანთან ბატონ დათოსთან ერთად მიწევს დღეს ყოფნა რაც ძალიან დიდ ასე ვთქვათ საინტერესოობას ანიჭებს დღევანდელ შენს გადაცემას ნატალია მიხარია რო ხარ და მე მინდოდა მეთქვა რომ აი ეს გალუბანის სინანულისანი კრებითია მანამდე ამ თემაზე შექმნილი იყო ივანე ასურელის პეტელის და სხვა დიდი მამების მიერ შექმნილი მსგავსი ნაწარმოებები და თითოეული მათგანი საფუძველი ისევე როგორც გალუბანის სინანულისანის იყო 50 საუნებიდან დავითის საუნებიდან 50 აქ თვითონ მეფეც ლაპარაკობს იმ თავის ძალიან დიდ სოდვებზე რომლის მატარებელი თითოეული ადამიანია და დღეს როდესაც უკვე 21 საუკუნეა ვფიქრობ რომ თითოეულ ჩვენგანს ალბათ მართებს და აფიქრება ჩვენ ცოდვებზე. ნამდვილად. და დღეს ის გალუბანის სინანულისანი ასე მგონია არანაირ აზრს არ კარგავს პირიქით უფრო მკვეთრად უნდა წარმოვიდგინოთ და რაღაცნაირად გათავისებული უნდა გქონდეს რომ ცხოვრება და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შედგება ცოდვებისგან და
ჩვენ და ვეცადოთ რომ ვიცხოვროთ ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მივაყენოთ სხვას და ჩვენი სულიც არ იყოს დამძიმებული. დიდი მადლობა, ნამდვილად გეთანხმებით. მე ძვირფასო ტელემაყურებლობა მე მინდა გითხრათ რომ დავით შემოქმედელი, რომელიც არის რუსთავული საზოგადოების პრეზიდენტი, არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პრაქტიკულად ის არის საზოგადო მოღვაწე, რომელიც მართავს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს. აი გუშინაც მაგალითად გაიმართა შეხვედრა ბატონ ლევან გიგინეიშვილთან ვეფხისტყაოსნის თემაზე. ეს არის ერთ-ერთი შეხვედრა მისი, ანუ ზოგადად ის ცდილობს რომ აი ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მოახდინოს, ქართული ძალიან ძვირფასი ღირებულებების, ფასეულობების პროპაგანდირება მოახდინოს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ ჩემს გადაცემაში დღეს დავით შემოქმედელი იღებს მონაწილეობას. ბატონ დავით, ქართულ დამწერლობაზე ერთი სიტყვა თუ შეიძლება. მივესალმები ძვირფას ტელემაყურებელს. უნდა ვთქვა, რომ ქართული დამწერლობა წმინდად სამეცნიერო სფეროა, რომელსაც იკვლევდნენ ძალიან დიდი წარმატებით ივანე ჯავახიშვილი, შემდეგ ეს სკოლა გააგრძელა ჩემმა უფროსმა მეგობარმა, მე მას ორჯერ მოვუწვე შეხვედრა დიდმა ენათმეცნიერმა რამაზ პატარიძემ. არსებობს რამაზ პატარიძის წიგნი ქართული არის სომთავრული, ეს ძალიან ქრესტომატიული წიგნი არის და ქართულ დამწერლობასთან მის ისტორიაზე განსხვავებული აზრი აქვს ბევრ ქართულ ენათმეცნიერებს, თამაზ გამყრელიძეს მათ შორის და ალეკო ცინცაძეს კი ბატონო და ამდენად ეს არის წმინდა სამეცნიერო ენათმეცნიერო საკითხი და მე აქ ფართო აუდიტორიის წინაშე ამ მეცნიერულ წრეში არ შევარ. რა თქმა უნდა, მე ჩემი შეხედულება მაქვს ისაუბრი ამ თემაზე, მაგრამ მე შემოთავაზებთ ენათმეცნიერებს, რომელსაც შეუძლიათ, თუმცა მთელი სიცოცხლე მიუძღვნეს ამ სფეროს და ამდენად თავს შევიკავებ მე ამ სფეროში ჩაღრმავებისათვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ურთულესი საკითხია, იმიტომ რომ ეს ჩვენი დამწერლობა ფაქტიურად ჩვენი კალენდარი არის, დროის სისტემა, აქ თავისი ასოთა მოყვანილობა როგორ ასახავს ჩვენ საყოფაცხოვრებო რიტუალსაც კი და ანიდან მისული რა ხდება. Რამდენად მე თავს შევიკავებ ახლა და ვიტყვი იმას, რომ ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ, იმიტომ რომ ჩვენი კულტურა არის ბერების კულტურა, ჩვენი კულტურა არის ქურუმების კულტურა და ჯერ კიდევ როდესაც ოქროს საწმისი წაიღეს საქართველოდან, ეს ფაქტიურად იყო ჩვენგან სიბრძნის წაღება, ის სიბრძნე, რომელიც ჩვენ მქონდა, მერე წაიღეს ბერძნებმა, თეოდორე გესავილის დასხვევით ამას წერე და ამის მთელი წყაროები არსებობს, რომ ჩვენთან პირველად მინანქარი ჩვენია, ქართულია, ადუღებულ ოქროში ბრილიანტი და ხრისოგრაფია ოქროვანი დამწერლობა და აი ისინი რომ ჩამოვიდნენ ქართული სიბრძნის წასაგებად. მე სამწუხაროდ ეს სიბრძნე დაიკარგა, მე ბერძნებმა წაიღეს, მე ისევ გავიბრუნეთ ჩვენ და ჩვენ ძალიან სამაყო გზა გვაქვს და ჩვენი გზა იწყება საეკლესიო გზით, ჰიმნოგრაფიით, სადაც არსებობს საოცარი შედევრი მეხუთე საუკუნის ითქვა აქ, სადაც ადამიანი რწმენისა და სინათლისათვის და სიმართლისათვის რა თავდადებას აჩვენებდა, როგორი მხატვრული წარმოსილებით არის. მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ქართულმა მწერლობამ გაიარა ძალიან დიდი გზა. ეს იყო ჰიმნოგრაფია, შემდეგ ჩემო ბატონო ანტიკური პერიოდი იყო, ანტიკური პერიოდის შემდეგ წამოვიდა აღორძინება, რენესანსი, რენესანსის მერე კლასიციზმი, კლასიციზმის შემდეგ რომანტიზმი, რომანტიზმის შემდეგ კრიტიკული რეალიზმი, შემდეგ სიმბოლიზმი, შემდეგ მოდერნიზმი, შემდეგ პოსტმოდერნიზმი, აი ეს გზა იარა და ისევ როგორც მსოფლიო კულტურის ნაწილი ქართული კულტურა, ქართულმა მწერლობამ ეს გზა ღირსეულად გაიარა. ძალიან დიდი მადლობა. ესეთი საინტერესო საინტერესო არის ალბათ ისიც, რომ ჩვენი სერი ვართ ერთ-ერთი 14-დან, რომელსაც ანბანი ასეთი სახითაა და გარდა მაგისა ჩვენ გვაქვს 3 ტიპი ანბანის, ეს არის მხედრული,
ასომთავრული და ხუცური. ეს ერთ-ერთი უნიკალური ამბანია მთელ მსოფლიოში და იუნესკო მიანიჭა კულტურული ძეგლის არამატერიალური კულტურული ძეგლი არის ჩვენი, რადგან ჩვენ ასომთავრული გვაქვს ხუცური ჩემო ბატონო და გვაქვს მხედრული და თქვენ წაიგინეთ რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი ერები არის, რომელსაც არ შეუძლიათ მე-12 საუკუნის კულტურული ძეგლის წაკითხვა. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად მე-5 საუკუნის ძეგლი წავიკითხოთ. ესაა საოცარი სიმდიდრე ჩვენი რა თქმა უნდა. საკუთრების საინტერესო ასევე ის ადრეული ამბები და ამბიკოები, რომელიც აუცილებლად არის შემდგომ აი ძალიან კარგად ვთქვათ გაიშალა ეს თემა. ნატალი ნამდვილად მოგცემ სიტყვას. მე უბრალოდ ერთს დავამატებ რომ მაგალითად აქ ასე ვთქვათ რამდენჯერმე გაიჟღერა არგონავტების ის თემამ. საერთოდ მითოლოგიაში არის ესე რომ თუ ერთი პერსონაჟი მითის ვერ ასრულებს მეორე პერსონაჟის მიმართ დაკისრებულ მოვალეობას, ხო? რა თქმა უნდა, ის ცივილიზაცია მეტად მაღლა დგას, ვიდრე ის ვინც ვერ, ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად ცეცხლის მქონე ხარების თქვა მოხლის თქვა დავალება რომ ისა აიეტმა იაზონს და იაზონმა ეს ვერ შეასრულა. ეს ნიშნავს რომ თქვა ჩვენ ისეთ საიდუმლო თქვა იარაღებს ფლობდით მიწათმოქმედებისა რომ რასაც ბერძნები მაშინ ვერ ფლობდნენ და პრაქტიკულად ანუ ეს პირდაპირ თქვა მანიშნებელია ამისა. აქ კიდევ გაიჟღერა იმან რომ მაგალითად მე-5 საუკუნეში დაწერილი ტექსტი დღეს 21 საუკუნეში ჩვეულებრივად თავისუფლად შეიძლება გავიგოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თქვათ მონაპოვარია ქართული ენის სიდიადეზე მოქმედებს თქვათ მეტყველებს, ხო? რომ როდესაც ასე თქვათ ქართული ენა იმდენად არ შეცვლილა ამდენი თქვათ დაახლოებით იმის მერ გავიდა 1500 წელიწადი, ხო? 1500 წლის განმავლობაში ფერისცვალება იმდენად დიდი არ ფუნდამენტური არ მომხდარა რომ ასე თქვათ ჩვენ გვიჭირდეს ამის გაგება. მე მინდა აი ნატალი კაპისთან გადავიდე სიტყვით და ვკითხო მას აი რამდენად მნიშვნელოვანია გავთ ნატალი თქვათ ხელოვნების შემოსვლა თანამედროვეობაში. თქვათ შენ ვიცი რომ ძალიან თქვათ გულშემატკივრობა აი თანამედროვე ადამიანის ამთაობის ადამიანებს რომ ჩაერთონ აი კულტურულ და ლიტერატურულ სფეროში. შენ დაარსე ლიტერატურული სალონი, სადაც ეს შეკრებები და შეხვედრები იმართება. აი სად ვართ ახლა და აი რა პრობლემებია ამ მხრივ და ეს ხელოვნების მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ. მადლობა ნიკოლოზ, გიპასუხებ. მანამდე მეც ქალბატონ ნანას მოსაზრება მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდ ბედნიერება ბატონ დავითთან ერთად ეთერში ყოფნა, მას უდიდესი განათლება აქვს ლიტერატურის კუთხით და მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ დავამატებდი და ასევე თქვენთან ერთად ასეთი წარმატებული და მართლაც ამთავობის გამორჩეული პოეტები ხართ, ქალბატონი ნანა, შენც ნიკოლოზ ახლა ჩაიშვი ამ სფეროში და ძალიან კარგი შედეგები გაქვს. მე მინდა ვთქვა, რომ პატარა მონახაზს ვიტყოდი იმ დამწერლობაზე, რა თქმა უნდა, შესანიშნავია ფარნავაზის მიერ დაწერილი ანბანი, მაგრამ ვიტყოდი პროტოქართულ ცივილიზაციაზე, როდესაც სოფლიოში შეჯერდნენ მეცნიერები იმაზე, რომ ბერძნული კულტურა არ იყო მთლად ბერძნების და ეს არის რაღაც ბერძნები არიან მოსული ამ ტერიტორიაზე, მანამდე იყვნენ პირობითად დაარქვეს წინარე ბერძნები, რომელზეც აღმოცენდა შემდეგ მთელი ეს ბერძნული კულტურა და დაიწყო იმ ესე იგი ფირფიტების გაშიფრვა, რომელიც რაღაც გაურკვეველი წარწერებით იყო და ფიქრობდნენ, რომ თუ ეს გაიშიფრებოდა, აღმოჩნდებოდა რა იყო, ვინ იყვნენ ეს წინარე ბერძნები, რა ესე იგი მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებმა ვერ გაშიფრეს და ერთ-ერთმა, მათ შორის ცეფიშმა, ავსტრიელმა მეცნიერმა თქვა, რომ ეს წარწერები შეიძლება იყოს პროტოქართული და ამას ჭირდება ქართველი ლინგვისტი
ტექსტების ჩაჯდომა. ელაზგური ტომებთან მიმართებაში ზოგადად, ანუ მოსაზრება ხო იყო წავის რომ ხმელთაშუა ზღვის ხალხები საიდანაც წამოსულიანე სადღაც შავი ზღვის პირეთიდან და მერე გავრცელდნენ მთელს ამ ხმელთაშუა ზღვის პირეთში და აქედან გამომდინარე და კიდე ალბათ ბევრი სხვა დასკვნაც ჰქონდათ რომ ესე დადეს მეცნიერებმა და მერე უკვე ჩვენი მეც ახლა არ შევალ კომპეტენციაში მაგრამ მეცნიერების კომპეტენციაში მაგრამ ძალიან დიდი ესე ვთქვათ მტკიცებულებები არსებობს რომ ახაზოვანი კონკრეტულად აი ამ დამწერლობას დაარქვეს ახაზოვანი წარწერა და ახაზოვანი წარწერები არის პროტოქართული დამწერლობა და ამაზე მიდის ახლა ძალიან დიდი მსჯელობა და სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მეცნიერებს ძალიან დიდი მხარდაჭერა პრესკონფერენციებზე გასვლა გვერდით დადგომა რომ ეს ფაქტები დამტკიცდეს უმაღლეს დონეზე და აღიარონ სხვა მეცნიერებმა საერთაშორისო დონეზე. რაც შეეხება შენს კითხვას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მეცნიერ ხელოვნებას და პოეზიას მე ვფიქრობ ადამიანის ყოფიერ ცხოვრებაში და რაღაცნაირად იმიტომ ჩავები ამ საკითხში რომ მე ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი თერაპია ადამიანებისთვის რა თერაპიებიც არსებობს არის ლიტერატურა და პოეზია სულიერი მდგომარეობის ასამაღლებლად და აქედან გამომდინარე ადამიანებს ჭირდებათ ძალიან დიდებული აზრები შევიდეს მათ გონებაში მათ სულიერებაში და ამ ყოფიერებიდან გამომდინარე ეს რადგან ვერ ხდება და ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივად სუსტია, არსალია ამ ყოფიერებას და დაღწევს თავი, ლიტერატურა ახერხებს ამ ყველაფერს, რომ ისინი რაღაცნაირად ლამაზი ფიქრებით, დიდებული აზრებით განისჭვალონ და მერე სამყარო ლამაზი ხდება მათთვის. სხვანაირად ყველაფერი არის დეპრესიული და რაღაცნაირი უღიმღამო. აქედან გამომდინარე. დიდი მადლობა. აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას, კულტურას, მით უმეტეს ქართული ადამიანის ცხოვრებაში. რატომაც არ მინდა გამორჩეს ის, რომ საქართველოს მეფეები ცდილობდნენ პოეზიაში თავისი, თქვათ, ადგილის დამკვიდრებას, ხო? ასაკურველია. ესე იგი არჩინ მეფე, ვახტანგ მე-6, დემეტრე პირველი, ასე თქვათ, მანამდე დავით აღმაშენებლიდან დავიწყეთ. დემეტრე პირველი ეგ არის. დემეტრე პირველი კი ბატონო. კი ბატონო. შეხარ ვენახე. კი და მე ვცდილობ რომ გადავიდე ძალიან ესეთი ეტაპობრივ პოეზიაზე რომელიც პოეზიაზე ქართველისთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თუ შეიძლება ასე თქოს მე ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი დარგი ხელოვნებისა რომელთაც ის ცდილობდა რომ ღმერთს მიახლოვებოდა რომელთაც გამოხატა ყველაზე ესეთი სათუთი გრძნობები მაღალი გრძნობები შოთა რუსთაველი რომ თქვათ მე ვახსენე მისი ვეფხისტყაოსანი მოგეხსენებათ ეს ტექსტი არის პირველი დიდი გენიალური ასე იგი პოემა ესე იგი ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ მთელ მსოფლიოში ანუ მანამდე ესეთი დიდებული ტექსტი ანტიკურ ხანას თუ არ ჩავთვლით ანუ პირველი საუკუნიდან მოყოლებული არ შექმნდა მსოფლიოში ამაზე არავინ არ დაობს ყოველდღე ხდება და დღემდე ეს პოემა ამოუცნობია და ამოუწურავია აი გუშინ ჩვენ გქონდა როგორც მოგესალმებით ლევან გეგინაშვილთან შეხვედრა ვეფხისტყაოსნის თემაზე და იქ იყო შინაარზე საუბარი აი მაგალითად ავთანდილი თქვა რა მისია ჰქონდა მას ტარელთან მიმართებაში თქვა რა სიმბოლოები იყო გამოყენებული და ასე შემდეგ მაგრამ აი პოეზიის ჭრილში მინდა დღეს დავინახოთ ვეფხისტყაოსანი და მე შემდეგ გადავიდეთ დავით გურამაშვილზე მე შემდეგ გადავიდეთ რომანტიკოსებზე ჩვენს ნიკოლოზ ბარათაშვილზე გოგოლბოლიანზე ალექსანდრე ჭავჭავაძეზე ასევე მე მოდიან თეგდალეულები მოგესალმებათ რომლებაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული პოეზიის განვითარებაში იგივე ილია ჭავჭავაძემ აგრეთვე წერეთელმა ვაჟაფშაველამ ეს გენიოსი მთის კაცი ჩვენი მე შემდგომში წამოვიდნენ ეს მოდერნისტები ჩვენი სისხლგანწელები ხო რომლებიც 1930-იან წლების როგორც მოგეხსენებათ შეეწირნენ თქვა რეპრესიებს ხო მე მოდიან ნიშნიანიძე, მაჭავარიანი, ლებანიძეს, სხვათაობა. აი ეს ქრონოლოგიას რო გავყვეთ ბატონო დავით, აი თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, ან თქვა ვეფხისტყაოსანი, აი როგორც პოეტური ტექსტი. აი რაღაცნაირად დამჭირდება მუდმივად შთაბეჭდილება, რომ როცა ვეფხისტყაოსანზეა საუბარი, მიმდინარეობს სულ მის შინაარსზე. მაინც და მაინც შინაარსზე არის საუბარი, მაინც და მაინც იმაზე რა სიმბოლოებია გამოყენებული და არა როგორც აი პოეტური ნაწარმოები, როგორც მუსიკა, როგორც ტექსტმარცვლიანი ესე იგი ტექსტი, ესეთი
ესეთი მაღალი დონის რითმები, ესეთი ესთეტიკა, ესეთი მრავალფეროვნება, აი ამ კუთხით რო ვისაუბროთ. ახლა რა თქმა უნდა, ესე იგი ფორმას და შინაარსი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობენ ვეფხისტყაოსანზე, აქ აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ის ფორმითაც და შინაარსითაც არის წმინდად ქართული, მაგრამ რამ გამოიწვია ახლა თქვათ ასეთი დომინირება და დომინაცია იმაზე, რომ თქვათ ფილოსოფიური მხარე, მისი რელიგიური, მისტიკური, ეზოთერული მხარე უფრო წამოწეულია. ჯერ ერთი ეს მართლაც არის ნაწარმოებში და ის მრავალმხრივ წაკითხვას იწვევს. ზოგისთვის ის ნაწარმოები არის სანაინდო ნაწარმოები, როგორც აი შუა საუკუნეებრივი სანაინდო ნაწარმოები, მკვლევართა მთელი ჯგუფისთვის, დიდი მეცნიერებისთვის, მეორე მკვლევარნი ამტკიცებენ, რომ ის არის ხიდი, ერთგვარი ადრეული რენესანსი, ანუ რენესანსის დილა, რომელიც ხიდს გადებს შუა საუკუნესა და რენესანსს შორის. არსებობენ მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც ამბობენ, რომ მან დაასწრო საუკუნე ნახევრით ევროპულ რენესანსს და აქვე შევჩერდები და გამოვიდა 2016 წელს ნიუ-იორკში ჩემი წიგნი ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, ახლაც იყიდება 230 ევრო ღირსის და დაურიგდა ის სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს და ნობელის პრემიის ლაურეატებს და უნდა ვთქვათ, რომ აი არჩეულს გარკვეული კვლევარები, რომელიც ამბობენ, რომ პეტრე იბერსა და იოანე პეტრიცის გარეშე და ნეოპლატონიზმის გარეშე შეუძლებელია. ხო, ზოგიერთი კიდევ წარმოიდგინეთ, რამდენი წაკითხვა აქვს. ზოგიერთი კიდე ამბობენ, რომ ეს არის თემნა ბატონიშვილის და მისი ოჯახის ისტორია, ხო და მისი ოჯახის ტრაგედია. ზოგისთვის ეს არის წმინდა ზღაპარი და გარკვეული ლიტერატურის ზღაპარია, არის ასეთი ისა, გარკვეული სანაინდო რომანი არსებობს. და აი ამდენნაირი შრები არსებობს. და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ 7000-ზე მეტი წიგნი და მონოგრაფია არის დაწერილი. რუსთაველზე, დიახ. განსაკუთრებით გასაოცარია ვიქტორ ნოზაძეს, მე მქონდა ეს ვიქტორ ნოზაძის 10 ტომეული არსებობს და თითო ტომა არის ვარში გვერდი თუ რამ ეს კაცი ემიგრაციაში იყო უზარმაზარი მეცნიერი და მან შეისწავლა ვეფხისტყაოსანის მიჯნოს მეტყველება, სახით მეტყველება, მიგრავთ მეტყველება, იდუმალთ მეტყველება, სიბრძნის მეტყველება და ამ კუთხით არის გახსნილი. მარტო ერთ მეტაფორაზე მზიანი ღამე არის მთელი ოქსიმირონია, ესე იგი ერთი მხრივ მზე, რომელიც ნათლის და სინათლე და მეორე მხრივ ღამე, რომელიც შეუცნობელი ჭეშმარიტება და ეს ოქსიმორონით აკავშირებს ერთმანეთთან. ამ სიტუაციას და ხო და ახლა გადავიდეთ მაგ თემაზე. და მართლაც იცი იმან რომ ჩვენ ერთი მხრივ ყოველივე დათებიც აქვს თავისი უარყოფითიც. ჩვენ როდესაც ვეფხისტყაოსანი ავწიეთ ეს დიდია ეს შედევრია ეს პროპრიეტეტა და შემოვდეთ ძალიან მაღალზე. ამან გარკვეულ წინათ კითხველიც დააფრთხო, განიფე რაღაც არის შემოდებულია რაღაცა მუზეუმური რაღაცა და წაუკითხავისათვის გაიწირა, გამიქე? იმიტომ რომ ის რაღაც ფილოსოფიისა და ვერაფერი ვერ გაიგო, ხო? ახლა თუ ფილოსოფიური აზროვნება არა გაქვს, პეტრე იბერს არის ცნობილი, იოანე პეტრიც არის ცნობილი, პეტრე იბერს იგივე ფსევდო დიონისე არეოპაგელს და არის ნეოპლატონიზმი, რა თქმა უნდა, გაგიჭირდება, ხო და ისა მაშინ რაღაც კითხულობ რაღაცას და ამან დააფრთხო. ამ დროს რა თქმა უნდა, მის მხატვრულ ღირებულებებზე ლაპარაკი ეს არის მთელი შეუძლებელია ახლა ამ ფორმატით, რა თქმა უნდა, ვეფხისტყაოსანზე ლაპარაკი და ერთი ლექციით და ჩვენც რო ჩავატარეთ საღამო იფხოლოთ ერთი ხაზი იყო, ვიწრო ხაზი იყო, ერთი ხაზი იყო. ხო, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ რაღაც თემაზე, ყოველთვის ერთ თემა უნდა ავიღოთ და ის თემა უნდა შევსვლოთ სირღმით გავიაროთ და გვიჭირდება ასე, რა თქმა უნდა, მრავალთემიანობა. და ეს თქვათ, ჯერ ერთი იმ დროისათვის მონოტონურობა იყო და დაბალი და მაღალი შაირი, ეს რა თქმა უნდა, რითმს ისე ცვლის, რომ ამხელა პოემა, ესე იგი, მოსაწყენი არ ხდება.
მთელი კითხვის განმავლობაში ამ რიტმული იმით. მე მთელი ნაწარმოებში სტრიქონები ახლა ოქროს წესითაა 1/3 დიდ კვეთს 2/3 მთელი ნაწარმოები არის ამ იმით აგებული და თავისთავად ახლა რომელ მეტაფორებზე და მხატვრულ ღირებულებებზე რომ ვიყვეთ ეს შეუძლებელიცაა წარმოუდგენელია რომ ის ახერხებს ერთი მეტაფორით იმხელა სინამდვილის მოტანას და იმხელა სიცხადის მოტანას იმიტომ რომ ჩვენ ზოგიერთ მეტაფორით ვაბუნდოვნებთ თითქოს ვაკეთებთ მეტაფორას მაგრამ ამ მეტაფორით იმის მაგივრად რომ საგანი ცხადა დავინახოთ იმ საგანს ვაბნელებთ და ეს პირიქით დამაზიანებელია და მით უმეტეს არც ერთი არაზუსტი მეტაფორა იმიტომ რომ ჩვენთან მეტაფორები მოაქვთ იმის გამო რომ გერწერის გამო და კითხველზე მოახდინოს რაღაცა ეფექტი და ყველა ჩასულ მეტაფორაში არის აბსოლუტურად აზრობრივი ყველა ხაზში აქვს მეორე ქვეტექსტი ამდენად ეს თავისთავად როგორც მხატვრული ტექსტი მოვლენაა მსოფლიო ლიტერატურაში და თავისთავად კიდე მიმაჩნია რომ რადგან ვეფხისტყაოსნის დამდგენი კომისია არსებობდა და თავისთავად მე ინტერპელატორები ჩაერივნენ და ტექსტს ცვლიდნენ და ამაზე დიდი კომისია იყო შექმნილი და დიდი სამეცნიერო აპარატი მუშაობდა აი ამდენი მეცნიერების ჩარევამ ერთი მხრივ კი ბატონო კარგია მაგრამ მეორე მხრივ საჭიროა ალბათ რომ და არ მოინახა ის რომ პოეტებმაც და თვითონ ცოცხლად შევიდნენ ტექსტში როგორც მხატვრულ ტექსტში, იმიტომ რომ ის რომ მარტო ფილოსოფიური ნაწარმოები ყოფილიყო 8 საუკუნეს ვერ გაძლებდა ვერავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ არსებობენ ფილოსოფიური ტექსტები, იგივე პეტრე იბერის, იგივე პეტრიცის და მით უმეტეს აქეთ და აქეთ რო წამოვალთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი და მაგრამ არ უნდა ადამიანს რომ ტექსტში შევიდეს და მასთან ცოცხალი დამოკიდებულება აჩვენოს და აი ეს მომენტი რომ ის იჩაგრება როგორც პოეტი ზოგჯერ მხატვრული პოეტი ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დასაფიქრებელია რომ მხატვრულად როგორ ხდება მის მიერ მხატვრული სინამდვილის მოტანა რა ეფექტებით აჩვენებს ის აი ეს საგანგებო კვლევებსა და მონოგრაფიები კიდევ წინ არის ძალიან დიდი მადლობა და აქვე უნდა აღინიშნოს ის რომ ეს იმდენად დიდებული სრულქმნილი პოემაა და ეს ლექსია რომ არ შეიძლება რომ პოეტს ის პირველი ასე ვთქვათ ნაწარმოები ყოფილიყო ეს პირველი ასე ვთქვათ პოემა ყოფილიყო მე დარწმუნებული ვარ რომ ვეფხისტყაოსნის ავტორს კიდევ ექნებოდა ასე ვთქვათ და მრავალი მეცნიერი ვარაუდობს მარტო ჩემი აზრი არ არის ეს დამეთანხმება ბატონ დავითი რომ ვთქვათ მას ექნებოდა სხვა შემოქმედებაც რომელსაც ჩვენ დღემდე არ არის მოტანილი და სამწუხაროა ის რომ ვთქვათ მოხდა პოეტთან პირდაპირ კონფრონტაცია ის სასახაჩელება ითქვას რომ მისი სახელი და გვარიც ზუსტად ჩვენ არ ვიცით და ის გადახვეწილი იქნა მოგესალმებით საქართველოსთან და ნუ ეს გვახასიათებს ესეთი რაღაც ძალიან დიდებს რატომღაც ვერ ვგუებით და ხშირად ტრაგიკულად სრულდება ეს თუნდაც ილიას მაგალითი რო ავიღოთ წიწამურთა რომ მოკლეს ილია მაშინ ეპოქა დასრულდა დიდიო იტყვის მე მოგვიანებით პოეტი დიახ იგივე აზრის იქნება უსტაბერის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ცნაური რამ ხდება სხვათა შორის როდესაც პიროვნება ექცევა ლეგენდურ სფეროში სწორედ ეს იმდენად ლეგენდურად ავიდა თქვათ შექსპირის არ ვიცი ჩვენ ნამდვილად მისი დავობენ ესე იგი მისი ბიოგრაფიის შესახებ და რუსთაველამდე გაცილებით უმნიშვნელო პოეტები იყვნენ და ჩვენ იმის შესახებ ინფორმაციები გვაქვს ეს ძალიან საინტერესოა თანაც ერთი მხრივ ეს ლეგენდური მომენტი არის და მეორე მხრივ მომენტი ისაა რომ ის სხვა პოეტების თავზე დადიოდა როგორც ერთმა მკვლევარმა თქვა შური რა თქმა უნდა შური სასახად შეიძლება ითქვას ბატონ დავით რომ ეს ხო დადასტურებული ისტორიული ფაქტია რომ იყო საუკუნეები როდესაც ვეფხისტყაოსანი მიზანმიმართულად იდევნებოდა იმის გამო რომ ბიბლიის ასე პოპულარობა და მნიშვნელობა დაჭრილდა ხო ანუ იმიტომ რომ მზითვებში ატანდნენ ვეფხისტყაოსანს
ქალიშვილებს და თქვა ბიბლიასთან ბიბლიას უკვე აღარ კითხულობ ვეფხისტყაოსანი იყო მისი სულიერი ბიბლია და აქედან გამომდინარე მოხდა სწორედ აქედან თქვა დისკრიმინაცია პოეტისა არ შეიძლება რომ მაგალითად ჩვენ გვახსოვდეს იაკობ სულტაველი თქვა გიორგი მერჩულე და აგვახსოვდეს ზუსტად არ ვიცოდეთ ვინ არის ვეფხისტყაოსნის ავტორი ხო ახლა აქ რა ხდება იცით რომ ის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებია რომელიც წმინდად საეკლესიო დოგმატიზმში და საეკლესიო ფორმებში ზის. რაც შეეხება რუსთაველს მიუდგება ქრისტიანობა და მიუდგება ნეოპლატონიზმი, მიუდგება რენესანსური კულტურის ნიმუში. ამიტომ ის გაცდა ამ ჩარჩოს თქვა და ის იმიტომ პერსონაჟები შემოყვანილი ყავს არაბი, ინდოელი, ამიტომ ის ზოგად კოსმიური მომენტია. გასაგებია, მაგრამ მიზეზი ხდა ჩვენთან ლიტერატურულ სალონში იყო ქალბატონი ბებაშალაშვილი, აი შაჰნამე რო თარგმნა და მან ესეთი არგუმენტი მოიყვანა, რომ ძალიან ხშირი არისო ვეფხისტყაოსანში, ესე იგი ამ შაჰნამედან პერსონაჟების შედარება დაუშვათ ვეფხისტყაოსანი, მაგალითად დავი ავთანდილვა ხელი მოიქნია, ეგ სახელი თქვა, მე არ მახსოვს კონკრეტულად და ის პერსონაჟი არის იმ სპარსულ ლიტერატურაში, ანუ იმისამებრო, იმას შეადარა. ისე მიხვდით, ანუ გადმოდ ფაქტია, რომ საუბრობენ, რომ რუსთაველის ყველა წინარე ლიტერატურა, რომელიც არსებობდა გილგამეშიდან დაწყებული, მნიშვნელოვანი ყველაფერი ქონდა წაკითხული და რაღაცნაირად ერთიანი გადააზრება გააკეთა და ეს აი ჩემთვის თვალსაჩინო მაგალითი იყო, მაგალითად ქალბატონი ბელას მოტანილი ეს არგუმენტი, რომ აი იმ ნაწარმოებიდან რამდენიმე პერსონაჟი არის შედარებული და სახელებით არ ისე მე ხა ერთი მოვიყვანე 3-4 მაგალითი თქვა და ერთ-ერთი კონკრეტულად ეს სახელებით დაასახელა პერსონაჟები. როცა პერსონაჟი ადარებ მეორე პერსონაჟს შეიძლება ეს შეუძლებელი ესე იგი ვეფხისტყაოსის აი ამაზეც უნდა გამახვილდეს და საინტერესო რაღაცა უნდა მეტყვით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაზე დიახ შეიძლება გამომხატყორდება ეს ურთიერთობები რომელიც ვეფხისტყაოსანშია ანუ მეგობრობა ეს სიყვარული ასე თქვა ეს ერთგულება ეს ბაღალ პლანში თქვა წარმოჩინებული ну მე-12 საუკუნეში ძალიან ასე თქვა დიდ მაგალითია ზუსტად დიდი ასე თქვა სწავლა თუ შეიძლება ითქვას რომ ანუ უნდა ყოველდღიურად სწავლობდეს თითოეული ჩვენთაგანი თითოეული ქართველი ანუ აი მეგობრობას შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსებურად აი როგორც ვეფხისტყაოსანში ეს მეგობრობა ეს სიყვარულის მოკრძალება თითქოს არა ეს არ უნდა დარჩეს თქვა ფურცელზე მხოლოდ და აი უბრალოდ მე მინდოდა იმის თქვა რაღაცა დეგრადაცია მოხდა თითქოს აი ამ ურთიერთობების არ შეიძლება რომ ადამიანი მხოლოდ ფანტაზიის ნაწილი ყოფილიყო ვეფხისტყაოსის ავტორისა ის ურთიერთობები რომელიც მან წარმოისახა აი ის მე-12 საუკუნეში იყო ის ურთიერთობები იყო ის ერთგულება იყო ის საგიბრო საქმეები რომელიც იქ არის იმიტომ რომ მოგეხსენებათ დავით აღმაშენებელი რომ არა ჩემი ღრმაწმენით შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი არ დაიწერებოდა იმიტომ რომ დავით აღმაშენებელს შექმნა საფუძველი რა თქმა უნდა რომ თქვათ ეს ნიკოპსიდან დარუბანდამდე ესეთი ძლიერი სახელმწიფო ესეთი საგმირო საქმეების თქვათ გარეშე ვერ შედგებოდა აქედან გამომდინარე მე მინდა თანამედროვე ისეთ გამორჩეულად მართლა დიდ პოეტს გადავიდე თქვა ის იმ ლექსით აი თქვენ თქვით აი შოთა რუსთაველი ის რო ვერაკინძეს ის ვეფხისტყაოსის რეგრესია ის ძალიან მნიშვნელოვანი რამეა იმიტომ რომ იცი რატომ ამბობ იმიტომ რომ ასე თქვა ჩვენ უნდა შევძლოთ რომ თქვა იმ სიმაღლეზე ამოვიდეთ აი როგორ უნდა ამოვიდეთ მაშინ ამ მიზეზზე ვისაუბრეთ რატომ უნდა ვიყოთ აი ჭაობში ვარ თითქოს სულიერად რა არ არის ის სიწმინდე და ის სიმაღლე რომელიც იყო რა იყო და რა არა ეგეც კიდე ძალიან საკვებია არა მე-12 საუკუნეში ფაქტი იყო რომ გადაიჭიმა ნიკოპსის დარობადამდე და ოქროს ხანა იყო მაგრამ პრაქტიკულად ნახე წეღან რა იყო ის რომ ოქროს ხანა დადგა თამარ მეფეს დროს იყო ძალიან და ამიტომ აი ეს მის სახელი და გვარის კითხვა საიდან არის როგორ არის შემონახული არ არის რუსთაველი კი არა როდესაც დაიწერა სახარება არის ერთი ასეთი მომენტი რომ ეუბნებიან მისი მოწაფეები წამოდიო
სადღაც მიყავდა არ წაყვა, რადგან კარგად იცოდა რა იდო კაცშიო, რა თქმა უნდა ეს უარყოფითი კონტექსტით არის წარმოდგენილი. მან იცოდა რომ კარგი არაფერი იდო ადამიანში და მით უმეტეს ადამიანი როდესაც გახდა ცივილიზებული, ისე როგორც დღეს არის და გახდა ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი, მით უფრო მოხდა გაციება ურთიერთობების. აი თქვენ კიდე ახალგაზრდები ხარ და მე და დათო ვიტყვით რომ აი ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელი თუნდაც ურთიერთობების სითბო, სიყვარული, დამოკიდებულება როგორც მეგობრებში, ასევე ნათესავებში იყო ნამდვილი რეალური, მართალი და უფრო ახლო. დღეს მილოცვაც და მისამძიმრებაც პრაქტიკულად ხდება ეს არის წუხი. ამან ძალიან ბევრი რამ გამოიწვია, თუმცა ჩვენ ახლა პროზაში გადავედით პოეზიიდან და ეს სულია სხვა თემაა. რადგან ეს რუსთაველზე დავამატებ. მე-18 საუკუნეში იყო ასეთი მოგზაური მწერალი ტიმოთე გაბაშვილი. ტიმოთე გაბაშვილი იმ დროის იყო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება და როდესაც ნახა იერუსალიმში რუსთაველის ფრესკა და შემდეგ დაწერა რომ რუსთაველზე თავის მოთხრობაში უწერია რომ რუსველი იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა რომელნან გარყვნა ქრისტიანობა და ასწავლა სიკეთის წილ ბოროტი ბილწება. აი ასეთი ბრალდებით გამოდის ტიმოთე გაბაშვილის მახშენ რა საინტერესო არასოდეს ხოთაჩურის ეგ მოსაზრება მე კი ერთი ლექსიც მაგ ახლა მე ხო და ამიტომ ეს ხო და აი ეს მომენტი რომ მას მისდევდა თან ხო ანტონ კათოლიკოსზე და იმასე ლაბორატორია თავარი ის იყო რომ მან ესე იგი ეძებდნენ წმინდა დოგმატურ ქრისტიანობას მიხვდით ამაში იყო ხო და ის აბსოლუტურად ქრისტიანულია აბსოლუტურად იღებს სხვადასხვა რელიგიებს ის კი არა თავისუფლად აღმოსავლური ისინი მაზდიანური და ისიც ზრდება ჩიგით პლატონი ხდება და აი ეს ყველაფერი და ისეთ ზრუნწად იტყვის თქვა ერთ ადგილას ერთ არსებისა ერთის დამთავრდა იქ დაამთავრებს გამიქე რაღაცას ანა სამებაც არის ნახსენები ხო და ერთ არსების ერთისა სამება ფაქტურად სამება ერთ არსების ერთისა აი ერთი არსებისა ერთისა და აი ამ დამოკიდებულებაში ერთ ადგილასაა მაგრამ იესო არა აი იესო არა აი ხო გითხარით ახლა რა ხდება იცი რომ ის იმას რომ ცოდვისა და მონანიების იდეა არ არის შეგნით მაგრამ არის იდეა მოყვასვისთვის თანგანწმობის თავგანწირვისა როგორც გრაალის ამით თქვათ ის ნაწარმოები აი თქვათ თუნდაც სადაქვია ქვაბში რო არის ტარიელი ეს ქვაბი არის საკუთარ ქვეცნობიერში და ინიციაცია ჩაღრმავება და ის როდესაც იქ 40 კარს გააგებს ხო 40 კარი არის წმინდა სიწმინდის ეს სიწმინდის სიმბოლო არის და კაბალისტიკაში და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ერთ წუთას რომ გიჩვენებს შენ ერთდროულად ღმერთის ორ დამოკიდებულებას ერთი რომ ღმერთი აბსოლუტად შეუცნობია. უცნაურო და უთქმელო, უფლებათაო. აი, აბსოლუტურად წარმოუდგენელი აპოფატიკას ეძახიან მაგას, რომელსაც სიტყვით ვერ იტყვის, ეს ღმერთთან სიტყვით ვერ შეხედა. უთქმელო, უფლებათაო. უცნაურო და უთქმელო და ხო და ახლა მეორე ნაწილში გეუბნება რომ ეს არის უფალი და ამავე დროს უფალი არის რომელსაც შეგიძლია შენ რეალურად დაინახო და მიხვიდე და შენია. ისთვის ილოცავს იტყვის მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო. აი, ეუბნება რომ შენ ხარ ესა და ეს და აი როგორც ახლა ხო და როგორც ჩვენ ახლა პიჯვარს ვიჭერთ, ხო ეს სამება ეს ერთი სამება მამა ღმერთი ღმერთი და სული წმინდა და ეს ორი თითი რომელიც ნიშნავს ღმერთის კაცებრივ მნიშვნელობას და სულიერ მნიშვნელობას. რომ ღმერთი ჩვენთან მოვიდა როგორც კაცი და ეწამნა ჯვარზე და ამავე დროს ის იყო ღმერთი სომხებთან მარტო სულიერი მდგომარეობა გამიგე და ჩვენთან ეს ორი ნიშნავს რომ თანაბარია კაციც იყო ჩვენთან და ღმერთიც იყო ჩემთვის ძალიან მისაღები არის სწორედ ჩვენია ეს ბიოფიზიკური მიმართულება კი რა თქმა უნდა ესა ჩვენ გეღვაწი სახარება გეუნება მის ორმაგ ბუნებაში პატაშოზე აი მაგალითად მის ორმაგი ბუნებისას ყველა ვიცით ალბათ ეს ადგილი სახარებიდან მიდის თავის მოწაფეებთან ერთად და მოშივდათ
დაინახეს ლეღვის ხე შორიდან და მივიდა და არაფერი ნაყოფი არება და მითითებულია რამე თუ არ იყო დრო ლეღვის მსხმოიარობისა და ეუბნება გახლიო ანუ ეს კაცო სულ ადამიანური ბუნებაა არ არის მსხმოიარობის ლეღვი არ არის და აი არაჩვეულებრივად არის მისი აი ეს რუბუნებეულება წარმოქმნილი რაც ჩვენთვის ადამიანებისთვის ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის აი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო მოსაზრებები წარმოითქვა განსაკუთრებით ვეფშტაუსანზე კი ბატონო მე აი დისკრიმინაციაზე გამახსენდა რაც ბატონმა დავითმა თქვა შოთა რუსთაველის ვეფშტაუსზე როდესაც თქვა ხდებოდა დევნა პრაქტიკულად ამ წიგნის მაჰათმა განდი ამბობს ესეთ სიტყვებს ჯერ ვერ გამჩნევენ შემდეგ დაგცინიან შემდეგ გებრძვიან და ბოლოს იმარჯვებ ესე იგი არ არსებობს რომ რაიმე დიდებული შექმნას ადამიანმა და გამორიცხულია რომ თქვა და აი ბრძოლის თქვა საგნად არ იქცეს ის აი შორს ვარ წავიდე და თუნდაც უფლის ცხოვრებაზე დიდი მაგალითი რა გინდა ხო ანუ ყველაზე მთავარი უთხრა კაცობრიობას ხო უფალმა სიყვარულზე სინანულზე მიტევებაზე ხო და კაცობრიობა ჯვარზე გააკრა ანუ მე რისმა მინდა რომ ნებისმიერი დიდი საქმე ჯვარს მომდენიდის ბოლო და ჯვარსაც ვეფხისტყაოსანს ხო პრაქტიკულად და თქვა ბოლოს აღდგა როგორც ფეფლიდან ფენიქსივით რაღაც ისეთი იწევს ის რომ ნეოპლატონიზმის სწორედ ეხა რომ თავარი სამყაროში არის მარადიულობა და საერთოდ ლიტერატურა გარკვეულწილად არის სნობური და მაინც როგორიც რომ აი ტერმინი არსებობს ასეთი თანამედროვე მწერლობა რომელიც მე არ მესმის იმდენად რამდენადაც თანამედროვე თავის დროზე იყო აი ბოლშევიკები რომ რაღაცას უმღერდნენ თქვა სისხლიან სისტემას და რაღაცას არა ლიტერატურა უნდა იყოს მარადიული ღირებულება უნდა გააჩნდეს და როდესაც თანამედროვე ხარ და მთელი აზროვნების კონიუნქტურა არის იმ ეპოქით მოცული და ამ დროს მოდის ადამიანი რომელიც 8 საუკუნის იქეთ გადის და რომელსაც კოსმოსთან აქვს შეხება რა თქმა უნდა ძნელი ამის ის მაშინ მხოლოდ ხელდასხმოლები რო იყვნენ ხუბუნები და ისე იცოდნა არისტოკრატებისთვის იყო ეს წიგნი დაწერილი რადგან როგორც გურამიშვილმა თქვა რომ მანუ იგავთ ხერგო იგავებით ველაპარაკება ყველაფერში როცა ტარიელი როცა იბძვის ინდოეთი როცა იბძვის ხაზარეთს ეცა ესე იგი პირდაპირ ახლა ამას გავშვი ჩვენ ნათლის პლანის ბრძოლა ბნელი პლანის წინააღმდეგ ხო და როდესაც ამ სიღრმებზეა ლაპარაკით ახლა მარადიულობას ძალიან კარგი მახსენდება ახლა ეწოთაც ლირიკულად გადაუხვევ დიდი ლევ ტოლსტოის თავზარდამცემი გენიოსი შვილთაშვილი არის ტატიანა ტოლსტოია პროზაიკოსი რუსი პროზაიკოსი და კარგი პროზაიკოსია სოთაშო ახლა ბაბუის მამამდე ვინ შეწდება მაგრამ ხო და კარგი პროზაიკოსია და ძალიან სხვადასხვა აზრი არსებობს რუსულ კრიტიკაში მისი ვიც ქონია სხვადასხვა ურთიერთობები ესე იგი აზრი არსებობს რუსულ კრიტიკაში ნაწილი აქებს ნაწილი აგინებს ორად არ გაყოფილი აი ეს არ აქცევს ყურადღებას არც პასუხს არ იძლევა და მე ერთი კორესპონდენტი ეუბნება ქალბატონო თქვენ გაქრებენ რეაგირება არ გაქვთ და ამბიცია არ გაქვთ რომ წერილი ამბიცია მე აქაური ამბიცია არ მაქვს მე იმ წუთის სოფლის ამბიცია მაქვს სწორედ ის არის მისი ამბიცია რომ პასუხს არც ეცას რა თქმა უნდა მართლა ეს მისი ყველაზე მაგარი თან ყველაზე დიდი ამბიცია იმ წუთის სოფლის ამბიცია აი ეს ამბიცია თქვენ ხონდეთ ანუ აქაური მაგინეთ მაკეთ დიდი ბაბუის პასუხი ხო დიდი ბაბუის ხო ლეოფსას რო შეშურდებოდა აი ისიც რო ეტყოდა რა გინდა ძალიან საინტერესო ეს ყველაფერი ეს აღმაღლებული სიყვარული აღმაღლებული მეგობრობა მარტო წიგნებში რატო არსებობს რატომ არ არის როგორ გეკადრება იმდენი არსებობს ცხოვრებაში მეც მინახია არსებობთ იშვიათად არის ბატონო ნუ თუ ეს აი ფრისტაოსაში ყველაზე დიდი სიყვარული ეს არის თინათინის და ავთანდილის და აი ხო ამ დიდ ლიტერატურაზე რო ჩვენ ვისწრებით
მე რა თითქოს ვისაკრისეთ ყოფილ ცხოვრებაში არ არის ესეთი მაღალი ღირებულება ან შევზღუდავით რომ არა გვაქვს ჩვენ და მე მინდა აი ამ იმ თემას რასაც დამწერლობა ქვია იმას გავყვეთ რა ესე იგი ჩვენ კი მოდი საინტერესო რასაკვირველია მე მინდა უბრალოდ სანამ სხვა თემაზე სხვა დიდ ჩვენ სასიკადულო ერიშვილებზე გადავალ ბატონ დავით ვთხოვო ლექსის საკითხვა რომელიც არის აი ჩემი აზრით აი შეჯამება თანამედროვეობისა ის ტკივილი ის სევდა ის ტრაგიზმი რასაც საქართველოში ბოლო პერიოდში მოხდა თითქოს მან ამ ლექსით შეაჯამა აი მარცხზე რომ არის ბატონ დავით თქვენ და იცით რა აი იცით ხშირად პოეტი ყველაზე უფრო ნათლად და კარგად გამოხატავს ეპოქის ტკივილს. აი პირდაპირ მნიშვნელობით და ანუ დავითის ეს ლექსი არის ერთი მაგალითი. ახლა კი ბატონო. თუ მოგწოდოთ კი ბატონო. იმიტომ რომ რადგან ნამდვილ ტკივილზე ილაპარაკეთ თქვენ და წერლობის მთავარი არსი არის შრემლი და ტკივილი. ერთ ჩემ უფროს კოლეგამ წერია რომ არაფრით ვარც ფულით არც ხონებით არაფრით არა ვარ თქვენზე ერთი შრემლით მეტი ვარ თქვენზე. ეს არის მიგდება პოეზია ეს. ესა ერთი შრემლით მეტი ვარო და მე მახსოვს ესე იგი მაჩემიდან მოყოლილი რომ ომი რო დამთავრდა ხალხი ჩამოდიოდა ორდენებით და მედლებით ახლა ომი დამთავრდა და ზოგი ჩამოდიოდა ხეიბარით და ჭრილობებით ხალხი იმას მეტ პატივისცემდა ვის ჭრილობით ჩამოდიოდა ორდენის გარეშე ვედრეის ვის მედლით ჩამოდიოდა და ამიტომ როცა ჩვენ დიდ ტკივილზე ვლაპარაკობთ მაშინ მე წავიკითხავ ახლა ერთ ლექსს ეს ლექსი იქნება ჩემ ბატონო ჩვენს ყველაზე დიდ ტკივილს რადგან ქართული ცივილიზაციისა და კულტურის ისა ტავო არის ჩვენთვის სადაც ის თქვენ დავიწყეთ ჩვენი საუბარი დავიწყეთ ხანძთელიდან და ხანძთელმა იქ დაინახა ის იყო ქართული კულტურის ცენტრი ქართული სასულიერო ცენტრი ყურაპალდების ხახ ვიყავი გახდით დელეგაცია მყავდა მე ჩვენი გადავიღეთ ფილმი ტავო შემარწმუნებელი ბედნიერება და გაიმარჯვა სოფლიოს საერთაშორისო ფესტივალზე დოკუმენტური ფილმების ახლა წავიკითხავ. ტავო ცრემლების სულში გაწვიმდა ტაძრებია თუ სამთელი ზეცის აქ უსასრულო დუმილი მინდა მაგლოვეთ ჩაშლილ თაღებთან ჩემთვის მიაღ წარსულმა შემომაყივლა ჩათში ჩამალულ ცრემლებს მალავდი მოეძინის ხმით აყივლდა დილა სისხლო ელვისფრად როგორ ალდი პაპის ზულის გვერდით რა დამაძინებს გაძიძებული თუ მეგულები ნუ თუ გარდასულ შენს ლამას შვილებს არ ერთხوارთ შენთვის ნაირდგულები სამშობლო ელდა იუდას ვერცხლი მამულს ცხელ სისხლით ვიწერ მაჯაზე წუხელ ზედაზე სეკიდა ცეცხლი დაჭრილი მთვარე ეგდო არაღზე აქ ყოველ გოჯზე ვაბიჯებს სისხლში სამშობლო კლავენ შეშლილი ყვირი ეს ქართული სისკრებს ჩეხავენ ნისში თუ ტავოს მიწას ბუნებას ტირის ყდები სიცოცხლე ვეღარ ელვარებს ვერც დაგიცავი ვერც დაგიხსენი ცრემლით კიდია ბებენ მწერვალებს გაფითრებული დროშა იბერის სულზე სიმწარე ისრით მეხება პონტოს ვირთის ქვეშ ელავს ხედები დიდ ნენეს კერის ყვამლი მეცხება წამში 1000 წლიდგი ბერდები აქ სისხლით არის ნამული გულიდან ციხე გუჯრებს თხეული სათოფურებში მოჩანს მამულივით ნაისრალი უფლის სხეული ვეცემი შენს თბილ ფრესკებთან რიდით მე დედო მკვდარი ქართველი მქვია და ჩემი შვილის თვალებშიც ყივის საქართველოსთვის ნასროლი ტყვია მართლა ძალიან დიდებული ლექსია და ეს აი მართლაც აი როგორ გამოხატავს მეგობრებო
აი იმ ტკივილს, რაც საქართველოში 90-იან წლებიდან მოყოლებული და ტრიალდა ის სამოქალაქო ომი მოგეხსენებათ ის კატაკლიზმები რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა საქართველოს ძალიან ბევრმა ადამიანი გაიხიზნა უცხო ქვეყანებში დღესაც რამდენი მილიონი ნახევარი ემიგრანტია სოფლიოში გაბნეული ხო ჩვენ მუდმივად გვაქვს ტკივილი მათი ჩვენ არ არსებობს დღე ქართველის ცხოვრებაში რომ თქვა ან არ იფიქროს საზოგადოებრივ წასულმა ადამიანმა აქ დაბრუნებაზე ან აქ ცხოვრება ადამიანი არ ინატროს მათ ჩამოსვლაზე ანუ ჩვენ ყველანი ვართ რაღაცნაირად ამ დიდი წუწუხარებაში აი ვერანაირად ვერ შეცვალა ვერცერთმა ხელისუფლებამ ეს მდგომარეობა პირიქით უფრო ღრმავდება ეს რაღაცა დაშორება არის ძალიან მე რატომ ამოდივ ფისყაოსნის ურთიერთობებზე ვამოხლებდი ყურადღებას იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი სიძულული დაპირისპირება გაყოფა მე იმისიანი ამისიანი აღარ აქვს ამას თითქოს დასასრული. ეხლა გადავიდნენ, ასე ვთქვათ, ერთმანეთის საერთაშორისო პოლიტიკის რომ შევეხოთ ერთი-ორი სიტყვით საქართველოსთან მიმართებაში რა მოხდა, ხო, ანუ ყველა თითქმის დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლებასთან რა ევროკავშირი, ამერიკა, ნებისმიერი ასე ვთქვათ ორგანიზაცია, რაც ევროკავშირშია, ყველა არის მტყუანი და მარტო საქართველოს ხელისუფლება არ მართალი. აი ესეთ რეალობაში ვართ ჩვენ, ანუ თითქოს გიორგი ბრწყინვალეს ქვეყანაში დიპლომატია არ არსებობს, მეგობრებო, დიპლომატია რო ელემენტარულად ცივილიზებულად, კონსტრუქციულად მოხდეს ურთიერთობის თუ არის რაღაცა წინააღმდეგობები ლანძღვით შეიძლება რომ ურთიერთობა დაალაგდეს, უფრო ხომ წვავდება ეს ურთიერთობები, ხო? არ შეიძლება რომ ჩვენი თქვათ ადგილი არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ არ შეიძლება რომ პირისპირ დავჭერთ რუსეთის ფედერაციასთან. ამ ასეთი პოლიტიკით და ასეთი ტერმინოლოგიით და ასეთი მიდგომებით ჩვენ მარტოები დავჭერთ იზოლაციაში მოვექცევით, კიდევ უფრო გამოვდება ეს პრობლემები. ამიტომ ეს არის დიდი ტკივილი თითოეული ჩვენთაგანის და თითოეული ქართველის. ძალიან გთხოვთ, აი ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, ყოველგვარი პოლიტიკური რაღაცნაირად და ისინემოციების გარეშე და რაღაც ამბიციის გარეშე რომ ნუძაბავთ ურთიერთობას დასავლეთთან. აი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავ, ხო? ანუ რისთვის იღებთ ხელფასებს, მეგობრებო, რისთვის მუშაობთ, რომ დიპლომატია საერთოდ იგნორირებული იყოს? ან ვეფხისტყაოსნის ქვეყანა როგორ შეიძლება რომ იყოს მთელ მსოფლიოში რაღაცნაირად ის არაღირსეულად წარმოდგენილი. ეს ხო მართლა არის ძალიან დიდი ჩავარდნა და მე ვფიქრობ რომ მომავალი მაინც ჩვენია და დარწმუნებული ვარ რომ ეს მდგომარეობა ამ მხრივ გამოსწორდება. მე მინდა ბატონო დავით კაბატონ ნატალია ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის ძალიან საინტერესო მოსაზრებისათვის რომლებიც თქვენ წარმოთქვით მე ვფიქრობ რომ ძალიან საჭირო გადაცემა გამოვიდა კაბატონ ნანა გთხოვთ რომ წავგითხოთ ლექსი რომელიც თქვენ თვლით რომ კი მინდა გადაგიხადო დღევანდელი დღისთვის მინდა მადლობა გადაგიხადო იმიტომ რომ შენ გაიხსენე ისტორიის უძველესი ქართული ლიტერატურა და დამწერლობა და ვფიქრობ რომ ამაზე შეწყვეტა არ შეიძლება და წეგან ბატონი დავითის მიერ არაჩვეულებად იქნა ის გზა რომელიც გაიარა ზოგადად პოეზიამ და ვფიქრობ რომ არანაკლებ საინტერესო იქნება ზოგადად აი ამ ციკლის გაგრძელება და ვინაიდან საბოლოო ჯამში მაინც საქართველოს თემა იყო და ვინაიდან ჩვენ გავიხსენეთ ის პოეტები რომლებიც დღეს აღარ არიან უბრალოდ რუსთაველი რაღაც ნაწილი მანამდე და შემდგომ ძალიან ბევრი რამ გვერისი მე მინდა სწორედ საქართველოს დაწერილი უხრანის ერთი ლექსით დავთავროთ ჩემი გამოსვლა დღევანდელი შენ სისხლო ჩემო სადარ დაღვიო შენ სადარ გხრებ და შავი ხორანი ვინ გაგაგვიროს რამ გაგაგვიროს ნადით გორალი ნაშამ ხორალი შენ სისხლო ჩემო შენი ღვაწლია რამაც აქამდეც კი მოაღწია სვეტი ცხოველი ხანც და ვარძია და ისიც რაც მტერსა როტაცია შენ სისხლო ჩემო შენი დინება ვეფხისტყაოსით ხშირად მიგრძნია სიტყვა რომელიც გეჩოთილება ცდილობ გაშორო რა ჩემი ძლია შენ სისხლო ჩემო სისხლო ხნიერო და უცხრომელო და უცნაურო საბედნიეროდ ჰაირო კიდევ ხმაურო აუ გენიალურია შედევრია ეს ბოლომდე რა თქმა უნდა და მე მაგალითად როცა პატრიოტის ფიქრ მწვერვალად მიმაჩნია ჰომეროსთან ერთი ადგილი
ხო მიმაჩნია ერთი ადგილი სადაც ნიმფა კალიფსო ეუბნება ოდისევს დათმეს სამშობლო და უკვდავებას მოგანიჭებ და ოდისევსი დაფიქრდება და თავისი პატარა სოფელი ითაკას წარმოუდგება თვალწინ და ეუბნება საოცარ სიტყვებს ითაკას კვამლი მირჩევნია თქვენს უკვდავებას და საოცარ ეს გენიალურია და ეხლა სადაც კალიფსო ცხოვრობდა და ანუ როგორ არ შეიძლება აი ამ მაგათაც აი მიგნება საოცარი თქვა გამოთქმაზე არ გამახსენდეს ესე იგი ბიბლიაში ანუ ბიბლიაში არის ესეთი პავლე მოციქული ამბობს რომ ანუ თუ ჩემი ძმა თქვა განწირულია ჯოჯოხეთისთვის დაემეც ჯოჯოხეთში იყო არ მინდა ჩემი ძმის გარეშე 60-ში ასვლა ანუ ეს არის აი თვით შეწირვა და თითქოს ამის აჟღერება იყო ხო ბატონდავით ანუ ვერგულის თუმცა ბიბლია მოგესალმებათ ეს არის ახალ აღთქმაში მაგრამ ძველი აღთქმა თუ არ ვცდები ძველი წელთაღრიცხვით 1000 საუკუნიდან იწყებს თქო დაიწერა ეს ორი ნაწილიდან შედგება მოგესალმებათ ძველი აღთქმა ახალი აღთქმა ძველი აღთქმა ძველი წელთაღრიცხვით 1000 საუკუნიდან თქო იწერება და ახალი აღთქმა პირველი საუკუნიდან რაც თავდება იოანეს აპოკალიფსით ეს აი ბიბლიაზე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ორი სიტყვა თქვათ რომ აი თვითონ სოლომონის იგავებიც გარკვეულწილად პოეზია არის ანუ მეფე დავითის ფსალმუნები ეს ანუ ეს ჰიმნები რომელიც იქ არის სწორედ არ შეიძლება რაიმე დიდებული პოეზიის გარეშე მოხდეს არ თვითონ ღმერთი არის უდიდესი შემოქმედი უდიდესი პოეტი პირველი პოეტი რომელიც ქმნის ესეთ სამყაროს ესეთ ლამაზ ასე ვთქვათ ქმნილებებს როგორიც არის ადამიანი როგორიც არის ბუნება როგორიც არის ცხოველები მოგესალმებით როგორი მრავალფეროვანი გვაქვს უთვალავი ფერითა რუსთაველი ამბობს ხო თუმცა მე ადამიანი დაეცა და ნუ ამაზე ასე ვთქვათ არა მე რას ვამბობ რომ ანუ თქვა იყო ჰარმონიულად შექმნილი გაბატონანა სამყარო შექმნილი არ იყო არც კატაკლიზმები და არც რაღაც ის გამოწვევები რომელიც დღეს არის და თქვა ამდენი 1000 საუკუნე მაგრამ არა თავიდან 60 არა თავიდან პირველი ომი ძმათამყრელი ომი არა მე გეუბნები სანამ გამოედევნებდნენ როცა სანამ გამოედევნებდნენ და კარგადაც დაიწყო მოხდებოდა ჰარმონიზება როდესაც იყო თქვა ადამი და ევა და სამყარო კი ბატონო აი ნატალიზე მინდა თქვა კი საქართველოს ის ძირძველი რაც ნანამ წაიკითხა ეს სისხლის ხმაური შემთხვევითი არ არის მაგალითად უძველეს ცივილიზაციაში ბერძნულ წყაროებში არის შემორჩენილი ესეთი ფაქტი როდესაც მინოსმა მაშინდელი სამყაროს ყველაზე დიდმა მეფემ მოიყვანა ქართველი დედოფალი ცოლად პასიფაი აეტის და მან წერია მედიას მამიდა წერია რომ მინოსის სასახლეში შესასვლელი ქუჩა გააფართოვეს, იმიტომ რომ ისეთი მდიდრული სასახლიდან მოყავდათ დედოფალი, რომ როგორმე ეს სასახლეც უფრო კარგი გამოჩენილი იყო. ანუ ნახეთ რამხელა ფაქტია შემორჩენილი, რომ თუ მინოსის მაშინდელი სამყაროს ყველაზე მშვიდობიანად დიდი მეფის სასახლე უფრო ნაკლები იყო ვიდრე აეტის სასახლე, ჩვენ რა ქვეყნის შვილები ვარ და რა ქვეყნის გამომავლები და მეც რადგან აი ლექსების ფონზე პატარა ლექსი წავიკითხე. პატარა მონაკვეთ წავიკითხა დიდი ლექსიდან რომელიც აი ძალიან კარგად გამოხატავს ქართული სულისკვეთებას და ზუსტად სისხლზე არის რომ ესე იგი მიტომ ღმერთის რჩეული ხარ ღმერთი აღსდგა შენით თუ არა ღმერთს ვის შეეძლო შობა შოთას ერის უქარქაშო ხმალო აღსდგ მოძრაობა შვენის შენ არა ხარ იმრჯულისა გეშინოდეს მტერის რა პატარა რის პატარა რა უყოთ რომ დიდი გებრძვის დიდი არა ბევრი მხოლოდ ისიც შენი ფეხის მტვერი უკან გიდგას ფარულ ღალატს მიჩვეული ერი ვაგლახ მტერიც რომ არ აკავს შენი შესაფერი ნეტავ იმ დროს დიდ გორიანს შამქორიანს და ბასიანს მილიონი რომ ებრძოდა და ურთხოდა შენს ასიანს ზურგი შენი არ უნახავს შახინს შახს და ბიზანტიას გაიღვიძე თორემ მერე გვიანია და აქ ნახეთ რა მაგარი მომენტია მართლაც რო საოცრებად არის გადარჩენილი საქართველო კლავდნენ ზღაპრულ დევის მსგავსად თავს გჭვიდენ და თავს იბამდი დევი რომ არ ყოფილიყავ
გმირი რომ არ ყოფილიყავ, ღმერთი რომ არ ყოფილიყავ, რას იზამდი. ძალიან დიდი მადლობა, ისეთი ძალიან ადეკვატური, ძალიან შესაბამისი, ძალიან ისეთი ლექსი წაიგითხა, რომელიც როგორც ქალბატონმა ასევე დაღლილი სისხლის თეორია იყო, მოციანწრების დასაწყისში 2000 სიტყვით. კი, რასაკვირველია, აუცილებლად თქვა. ნიკო მიწიშვილი გამოვიდა და ფიქრები საქართველოსზე გამოაქვეყნა წერილი და მოიწერა თურქეთიდან სტამბოლიდან პოეტი იყო, მე ისიც რეპრესირებული მოხდა და ამბობს, რომ ნიხილიზმი იყო საოცარი საქართველოში და ამ ნიხილიზმს მაშინ ესე იგი სათავე დაუდო მიწიშვილმა და ამბობს რომ ქართველი მე მიკვისო რომ რუსთაველი რაღაც ამომარდნილიაო საქართველოდან ანუ ეს რუსთაველი საიდან მოვიდა ესე იგი ამბობს მე ამბობს ეს ქართველი ისეთი მცონარაა ისეთი ისაო რომ ქართველი არის ფსიქოლოგია არის ჭიაღელას ფსიქოლოგია ჭიაღელას ფეხსო დაიწყებს იმას ხო და აი ეს ქართველი ჭიაღელას ფსიქოლოგიისაო სისხლი დაიღალაო კოგნიცეშვილია დაღლილი სისხლის თეორია ეს თეორიაზე მე ბევრი წერდნენ და მე ამას უპასუხა გრიგორ ლობაქიძემ უპასუხა უკვე თავისი კარგუთი და თავისი ძალიან ძაფრად უპასუხა და ეს ორი პოლემიკა არის ქართული წერლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლემიკა და თვითონ ახლა ლობაქიძემ მე უკვე დაწერა თავისი შედევრი გველის პერანგი და უპასუხა ახლა და ახლა მე ამ სათაურს ახსნი ახლა როგორ უპასუხა ხო ესე იგი მოგეხსენებათ რომ გველი რა მეტაფორა ჩადო ახლა ყველა წერას მეტაფორა ხო გველი იცვლის პერანგს ხშირად მაგრამ და ტოვებს მაგრამ გველი რჩება ყოველთვის გველად ანუ საქართველო უნდა განახდეს მუდმივად მაგრამ სული და არსი იყოს ქართული ანუ ჩვენ რა მივედით ცივილიზაციის რაღაც ეტაპზე ხო ნანო ტექნოლოგიები თქვა შემოდის კომპიუტერი ტექნიკა სანაკეთო ყველაფერში ჩვენ უნდა თანამედროვებას მივყვეთ მაგრამ სული შევინაჩუნოთ ქართული ამას ერთი პროფესორი წერდა შუქობა დაიწყო რომ მოდი ურემზე გადავიდეთ თუ ახლა ტრაქტორი და ჩო ურემსად მიდიხარ ფეოდალურზე შენ შეიძლება თქვა რომ მოდი ილიას ვაჟას და რუსთაველის კულტურასთან მივიდეთ მაგრამ ტექნოლოგიებში როგორ შეიძლება უკან წასულიყო ამიტომ ლობაქიძე ამბობს რომ სული მანადიურად ქართული იყოს მიუხედავად იმისა რომ შენ ცივილიზაციის მაღალ ეტაპზე გახვარ იმიტომ რომ ცივილიზაციის ეტაპზე რო გადადიხარ და ხდება გრადაცია სულს კარგავ სულიერებას კარგავ და აი ეს სტრატეგია რო არის თქვა აი გველის პერანგი აი ჩვენ ასე გავაკეთებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა როდესაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აი ძირითადი რაც არის ჭეშმარიტი ქართული აი აქ არ შეიძლება რომ თქვა არ ვახსენოთ ქართული ცეკვის თქვა აი ეს ამოვიდა ეს მუსიკაც ხო ანუ ქართული ცეკვის ფენომენი როდესაც აი თქვა მოხდა რაღაცნაირად მოდერნიზაცია ქართულმა ხალხმა არ მიიღო ეს მაინც და მაინც და ის აი მთავარი თითქოს დაიკარგა ანუ არის რაღაცები რასაც არ უნდა შევეხოთ არ უნდა შევეხოთ ჩვენ მე რას ვამბობ რომ შესაძლებელია თქვა მოდერნიზაციაც მოხდეს შესაძლებელია რაღაც განვითარებაც მოხდეს მაგრამ არის მაგალითად თვითონ ნინო რამიშვილის სიტყვებს ვიმეორებ ჩემი სიტყვები არ არის ნინო რამიშვილი ამბობს რომ ანუ ქართული ცეკვა უნდა დარჩეს ისეთი ცეკვა როგორიც იყო ანუ მარადიულად არ შეიძლება ამის მაგაზე თქვა ქართული გენი როგორ განმარტება არ შეიძლება თქვა ამის ხელისხლებაო მაგალითად ხორუმი როგორიც იყო და როგორიც იდგმებოდა ისეთი ჩვენ შევცვალეთო ნინო რამიშვილი ამბობს ეს გენიოს ჩვენ შევცვალეთ რაღაც შევცვალეთ მაგრამ ის რაც მთავარი არის სწორედ აი ქართული ცეკვა მაგალითად მოვიყვანე მე რომ არის რაღაცები არის ძალიან დიდი ღირებულებები არის დიდი ფასეულებები რომლის ხელისხლება არ შეიძლება რასაკვირველია არის ხელშეუხლებელი საკრალურია ის და თუ ის იმას შევეხებდა ის მისი რაღაც ცნება მოხდა შეიძლება საერთოდ რაღაც მხოლოდ სახელი დარჩეს
აი როგორც მაგალითად აი ძირითადი დარჩება ოღონდ იქნება ის რაღაც რომელიც იქნება მოდელიზებული აქ არაფერი ამით რა თქმა უნდა არა ჩვენ უნდა ვიუფრთხილოთ არა გადასარევად ხო ბატონო დათომ რა იმ ეპოქას ნანოტექნოლოგიებია თუ კომპიუტერია თუ რაღაცა შენ ის ქართული სულია ის გვერის პერანგი ის ძირითადი პრინციპი რაც არის რჩები და შენ თავარი რა რჩება ეს უნდა დარჩება აი ამის კიდევ მეორე იყო დათქვამი და შეხედე ეს რას ნიშნავს თანამედროვე რა ანუ ის მარადიულობაში გადასულია ყველაფერი ავანგარდი რა არის ავანგარდი არის ის რაც არის მცდელობა თუ ის ავანგარდია გადავიდა მე კლასიკაში ხო უკვე დაკარგულია და აი არის მაგალითი ბატონო დავით არის ის აი იაპონიის მაგალითად არის უდიდესი ტექნოლოგიური წინსვლები თანამედროვეების აი ძალიან ისეთი მაგალითია და ტრადიციები რა დონეზეა შენარჩუნებული ასევე სამხრეთ კორეა რომელიც არის რა ვიცი ანუ 25 საუკუნეა მგონი იქ უკვე ანუ ძალიან განვითარებულია იქ ტექნოლოგია მაგრამ ტრადიციები შენარჩუნებული ანუ აქედან გამომდინარე ეს ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გჭირდება აგერ გაკეთებული აქვს მიწერია ცხოთაშორის თუ რაც ვით ახლა მე ერთ-ერთ პუბლიცისტურ წიგნში ესე იგი თანდევი ფიქრი მიწერია იქ რომ ჩვენი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს იაპონია იმიტომ იაპონიამ როდესაც მიაღწია უმაღლეს დონეს ტექნოლოგიების მან თავისი სტრატეგიული ხაზი სინტოიზმის რელიგია დაიტოვა ეს სინტოიზმი ის თავისი თეატრი კაბუკის თეატრი თქვენ როცა ნახულობთ პროზას როგორი თვითხოვადია თქვა აკუდაგავას პროზა კობოაბეს პროზა რომელი ერთი თქვა იასუნარი კავაბატა ხოდა ამ დროს თქვა იქით კინო თქვა აკირა კუროსავას ამიტომ მთლიანად ეს კულტურა სახეს წმინდად იაპონური არავის შირო არ შეგეშლება და ამ დროს იმ ტექნოლოგიებში რაშიც იაპონია პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები და ბევრი დიდი ქვეყანა მე და მეცამე ჩამორჩებიან და ამ დროს ინა ჩვენთვის მაგალითად ასეთი პატარა ქვეყნა თუმცა ტრადიცია მათი არის ძალიან მტკიცედ შენარჩუნებული და მე წერდი ამას მოდერნიზაცია არ მოახდინეს ატომობა სამ ტრადიციები ჩვენი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს მე ასე ვფიქრობ იაპონია კი რა თქმა უნდა აბსოლუტურად დახმარებით მე მინდა ვთქვა რომ ესე იგი დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან საჭირო გადაცემა გამოვიდა მე ვფიქრობ რომ თავიდან თქვი მე 25 ფებრუარზე ორი ასე ვთქვათ ტრაგიკული თარიღია ჩვენთვის სულ რამდენიმე დღის წინ იყო ეს თარიღი და მე მინდა წავიკითხო ამაზე ლექსი მე მიუძღვენი იუნკერებს მიუძღვენი ყველა დაღუპულ გმირს ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა ვინც ჩვენს სუვერენიტეტს შეეწირა და ფერფრთალ ბილიკებს კლავედება მზე უწყინარი ადრე ღამდება შორით ისმის სუთქვა მდინარის მთებში მთვარია თან ისლია მიკრთება გული ფიქში კოჯორი და ტაბახმელა დრო მეწამული მრავალი წლის წინ აქ დაეცნენ ქართლის შვილები მეც მათ ჭდილს მივდევ მათ წფელ მიზნებს ვემორჩილები იუნკერები რძისფერ ნიცში ილანდებიან მაგრამ მათ ხელში თოფის ნაცვლად ყვავილები აქვთ ლურჯ ყვავილებს ომში რა უნდათ სიკვდილის წიხომ არც ერთ მათგანს სიტყვა არ უთქვამს მხოლოდ ჩურჩულით თითქმის უხმოდ დასთმე სიცოცხლე ჰეი გმირებო დღეს რას გვეტყვით რას მოგვიწოდებთ ხედავ გიორგი მაზნიაშვილს მოწყენილს აშლილს მკერზე ჭრილობა ამჩნევია ანდრონიკაშვილს ვაი სისხლისძის უსპეტაკეს მაყაშვილ მაროს ისმე მაგონებს დაჭრილ დამშრალ სამოთხის წყაროს ისმე მაგონეს უფლის კვარც და ღვთისმშობელს ჭილობს მაინც რამდენი სისხლი მოგდის არ გტკივა შვილო ჰეი გმირებო ხომ არ შედრკით ხომ არ დაღონდით კლავაც აღზდექით თქვენს სამშობლოს მუდამ სწყალობდით კლავაც აღზდექით დაიმღერეთ ერთად შავლეგო დღემდე ლოცულობს მთლიერი თქვენთვის კარგებო ახლა ღამეა მე იმ ბრძოლებს სიზმრებად ხედავ სათლებს ყვავილებს თქვენ საფლავზე თუ ამჩნევთ ნეტა მანად ლოცულობს თქვენს სახელზე ქართველი დედა მე თქვენ გადიდებთ თქვენზე ლექსის დაწერას ვედავ აი ესეთი ლექსი 25 ფებრუარი რომელიც იცით
არასოდეს არ უნდა განმეორდეს საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მინდა რომ ერთი ორი სიტყვით ამაზეც გითხრათ ჩემი მოსაზრება მოგეხსენებათ აი გაქცევა არ არის გამოსავალი. ძალიან ფრთხილად მინდა შევახო ამ თემას. ნოე ჟორდანიას ხელისუფლებამ თითქოს რჩება შტაბ-ჭრილება, როდესაც აი საისტორიო წყაროებს ვკითხულობ იმ პერიოდის, რომ თითქოს აი მობილიზაციაც არ იქნა გამოცხადებული, მეგობრებო, მაშინ 21 წელს. აი საყოველთაო მობილიზაცია არ იყო და თითქოს რაღაცნაირად სამხედრო სკოლის მოსწავლეები, იუნკერები, 18-20 წლის ბიჭები ძირითადად ხოჯორ ტაბახმელას მიმდებარედ დადგნენ და იქ იცავდნენ, იქ დაიღვარა სისხლი მოგეხსენებათ ძალიან ჩვენი პიტოტველა ბიჭების. იცით რა არის? არ იქნა გახსნილი ის რეზერვები, რომელიც ქონდა მაშინ გიორგი კვინტაძე იყო თქოთ მთავარსარდალი მოგეხსენებათ ან ბრძოლების ასევე მაზნიაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, რომელსაც პრაქტიკულად ბრძოლა არ წაუგია. და აი ეს ბრძოლაც მოხდა ისე რომ ჩვენ რაღაცნაირად თითქოს 100 გენერალი როცა ყავს და პირველ მსოფლიო ომში გამოსვლილი ჯარისკაცები რომ ყავს ასეთი გამოსვლილი სამხედრო ინსტიტუცია რო გაქვს და ასეთი რესურსი ხო ანუ უნდა მოხდეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ასე ვთქვათ მტერი არ შემოუშვა და რა გააკეთა ხელისუფლებამ ანუ პრაქტიკულად ეს მთელი სიმდიდრე ყუთებში ჩაალაგეს დაახლოებით 250 ყუთი იყო იქ და დაბრუნდა სულ რაღაც 40-43 ყუთი ისიც ექვთიმე თაყაშვილის ძალიან დიდი ასე ვთქვათ რუდუნებით და ჩვენი სასიკადულო ჭალებში სასიკადულო შვილის სტალინის მოლაპარაკების დეგოლთან მოგესალმებით რაღაც დიდი პოლიტიკა გათამაშდა და მის ეს უფლება რომ ექვთიმე თაყაშვილს ჩამწმინდა კაც მართლაც ღვთისკაც ჩამოეტანა საქართველოში ეს იმდრე და ექვთიმე თაყაშვილიც დააპატიმრეს აი ჯალათებმა რასაც ქვია კომუნისტური წყობა მაშინ იყო დაახლოებით 48 წელი თუ არ ვცდები ისევ სტალინის პერიოდი იყო და ნუ ახლა სტალინი ყველაფერი ქართულ სკოლას დევნიდა და აქედან ექვთიმე თაყაშვილსაც არ სკოლობდა დიახ რასაკვირველია არ ვცდით იმიტომ რომ 25 თებერვალი იყო და აქედან გამომდინარე და ვახტანგ მე-6-ე როდესაც ტოვებდა ასე თქვა საქართველოს ესაც ესეც გაქცევა ანუ ვის უტოვებს სამშობლოს როცა მიგიხარ აი ხელისუფლება იმიტომ ხარ რომ თუ დაღუპვა უწერ ანუ ჯობია მოკვდე აი პირდაპირ მიცემ ამის თქმის უფლებას ვიდრე დატოვო და მიატოვო შენი ხალხი ანუ ვახტანგ მე-6-ე რომ თქვა სტამბას ქნიდა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და იმ კულტურული მოღვაწეობისთვის რომელიც საქართველოში მან გასწია და სხვადასხვა რუსეთშიც გააგზავნა მე მაგრამ რო გარბიხარ 200 ოფიცერთან და რჩეულ ხალხთან და რუსეთში თქვა აგზელებ ცხოვრებას აქ საქართველოს სპარსელებს და ოსმალეთს უტოვებ ანუ ეს და არანაირი მცდელობა არ ხონდა ვახტანგ მე-6-ის შემდეგ რომ მოგესალმებათ რომ აქ შემობრუნებულიყო ან თქვა აეღო საქართველოს და ასე შემდეგ მე ვიცი რომ ამ საკითხებთან მიმართებაში მრავალი მოსაზრება არსებობს შეიძლება არც ჩემი სტუმრები არ დამეთანხმდნენ რაღაცებში მაგრამ მე ვფიქრობ რომ როცა საქართველოს ხელისუფლებაში ხარ როცა ხარ მეფე როცა ხარ პრეზიდენტი როცა პრემიერ-მინისტრი არ უნდა მიატოვო არასგზით სიცოცხლის ფასად რომ დაგიჯდეს შენ უნდა დარჩე საქართველოში და შენ უნდა თქვა უერთგულო ვერთვის სტრაუსნის პრინციპებით შენ სამშობლოს ეს არის ჩემი მოსაზრება უყურესი მადლობა ჩვენ გადავაცილეთ ჩვენს დროს თუ უგნებავთ მეგობრებო დაამატეთ პირველ სიტყვა რომ დამღალეთ მე მგონი თქვა დაასრულოს ხო არა ჩვენ დღეს რაღაც ეკლექტიკური ეთერი გქონდა მრავალ სფეროს მოვიცავდით და ძალიან ბევრი იყო ინტერესთან ანუ მესმის ეს ჩვენი ცხოვრება ესა ჩვენ დავათქვათ ამას ნაწყვეტი ფიქრები ჩვენი რითაც ჩვენ გვინდოდა თქვენს ინაში ლიტერატურა როგორ მოუძებნა ჩვენ ესე იგი ჩვენ ასე და მე მინდა რომ ესე იგი ის ტრაგიკული 25 თებერვალი რომელიც ქართულის სულს აჩნევია ეს დაჩეს ძალიან ცუდ სიზმრად და ამენ მართლაც რომ ის საქართველო
რომელიც საქართველოს ჩვენ ოცნებაში ვყავს, თუნდაც ბოლო აღსარების წინ და ბოლოს ჩვენი სიცოცხლის ბოლო წამს გვეხილოს ის სამშობლო, რომელიც სამშობლოც ჩვენ გვინდა და აი ამ კეთილი და აი ამ სურვილით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. რადგან მე თავიდან გაზრახვა მქონდა რომ მთელი ეს ქართული დამწერლობა რაღაცა გაგველო ეტაპობრივად ქრონოლოგიად პოეტები, პოეზია მთლიანად ვერ ჩავეტიეთ აი მცირე დროის განმავლობაში და მე პირდებით თვითონაც თელმოყრობილ რომ შემდეგ გადაცემა მიეძღვნება აი დავით გურამაშვილიდან მოყოლებული ესე იგი ნიკოლოზ ბარათაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ობელიანი რომანტიკოსები მე დაპირისპირება თეგდალაულებსა და თქვათ მამათა და შვილთა ბრძოლა თქვათ დაპირისპირებას უწოდებენ. შემდეგ შევეხებით სპერყანწელებს, შემდეგ ეს მოდერნისტ პოეტებს, მე შევეხებით ცალკე გალაქტიონს და შემდეგ სხვა ჩვენ გამოჩენის ასაკედო ანა კალანდაძეს მომალენებაზე ნიშნავს მაჭოვანს და რა თქმა უნდა დღემდე ასაკურელია უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. დიდი მადლობა. მადლობთ თქვენ. მადლობთ.